პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე 14 პირის მიმართ დღეს დაიწყო სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლოს ხტომაზე წარდგენილი იქნა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ პირდაპირ ეთერში გაშუქებული ძალადობრივი ქმედებები, რომელიც განხორციელდა 25 წლის 4 ოქტომბერს. აღნიშნული ვიდეომასალის გამოკვლევის შემდგომ მომდევნო ხტომებზე გამოკვლეული იქნება უშუალოდ კონკრეტული ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებები, ხოლო შემდგომში შესაბამისი ჰაბიტოსკოპიური დასკვნით დადასტურდება ხსენებული პირების მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებებში. დღევანდელი ვიდეოთი დადასტურდა როგორც ორგანიზატორთა მიერ მოწოდება ძალადობრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე, ასევე უშუალოდ აქციაში ძალადობრივი ქმედებებით გამორჩეული პირთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტი. არც იმ კადრებში ბრალდებულები არ ჩანან. არც იმ შემთხვევაში ჩანან, როცა საუბრობენ ორგანიზატორებად ხსენებული ადამიანები, ანუ აქციაზე რომ იყვნენ, ეს კადრებით არ დასტურდება, რომელიც დღეს მოიტანეს. არც მსვლელობის დროს გამოჩენილა ეს ადამიანები. დღეს წარმოდგენილ პირდაპირ ორბელიანზე მივიდნენ საკუთარი სურვილით და არა მოწოდების შემდეგ. დღეს წარმოდგენილ კადრებში მათ შორის დასტურდება ხტომაზე მყოფი ბრალდებულების მონაწილეობა, რაც მოიცნო საკუთარი თავი, თქვენც ვერ მეუთითეთ ბატონოში. აღნიშნული ბრალდებულები ფიგურირებენ საქმის მასალებში, მათ შორის თქვენს მიერ შექმნილ ვიდეომასალაში უშუალოდ მომდევნო ხტომაზე იქნება წარმოდგენილი ეპიზოდურად თითოეული მათგანის მონაწილეობა და ასევე წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ჰაბიტოსკოპიური დასკვნები, რითაც დადასტურდება აღნიშნული პირების იდენტიფიცირება. თქვენ დღეს ახსენეთ, რომ შემდეგ პროცესებზე მოხდება მითითება. მე მაინტერესებს დღეს მოწოდების დროს იყვნენ თუ არა ის ბრალდებულები ადგილზე, ვინცაც დღეს მოწოდების შემდგომ გაემართნენ და მოწოდების დროს იყვნენ მოწოდების შემდგომ გაემართნენ ძალადობრივი ქმედების კადრში ჩანსადმე რომ აქციაზე დგანან ეს ადამიანები. დადასტურებულია საქმის მასალებით მათი მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებებში. მოწოდება თუ გაიგეს ეს პრინციპული მნიშვნელობის საკითხი, რადგან ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს დავებით. სწორედ ეგ გვინდოდა ჩვენ რომ პროკურორს როდესაც დაიწყება ვიდეომასალის გამოკვლევას მიეთითებინა ამ ვიდეომასალის გამოკვლევის შედეგად რისი დადასტურება სურდა მას, თუმცა ეს მითითება არ გააკეთა. ამასთან ამ შემთხვევაში უბრალოდ თქვა რომ ზოგადი ფონი თუ რა იყო ეს უნდა დაედასტურებინა. მეც ამას სურდა რაღაც კომენტარს აკეთებდა, თუმცა ჩვენ მითითებდა რომ ეთქვა რა იყო ასახული და ისი დადასტურება უნდა არ თქვა. თქვა რომ დასკვით სიტყვის მოგახსენებთ. ერთი საკითხი რომ ორგანიზება ჩანს ამ ვიდეოებში, ეგ მაინც აი ყველაზე საინტერესო ჩვენთვის იცით რა იყო ვიდეომასალის გამოკვლევა რომ დაიწყეთ თავიდან ჩვენ ნახეთ ისა ზოდელავასი პატაბურჭოვაძის გამოსვლები და ეს გამოსვლები დაკავშირში იყო ამ ადამიანებთან, ხო ეს უნდა აღენიშნა. ბავშვად უნდა ეთქვა თუ მას მიაშთა რომ მათი მოწოდების შემდეგ ეს პირები წავიდნენ და ეს ძალადობა განახორციელეს, ეს უნდა ეთქვა, მაშინ უნდა მიეთითებინა. ეს მითება აღარ გააკეთა, ხო და ეგას სწორედ ამიტომ არის რომ ეს პირები საერთოდ იდგნენ აქციაზე, სადაც მოწოდება იყო. ამაზე მითითება, ანუ იმიტომ ვიდეომასალაში ეს პირები არ ჩანდა. გონია რომ პროკურორმა იმიტომ არ გააკეთა მითითება რომ ეს პირები ამ ვიდეომასალაში მოწოდების დროს საერთოდ არ ჩანან. უფრო მეტი ჩვენ დავინახეთ და გვაჩვენა ასევე სოლობის კადრები, ხო როგორ მიდიან აქციის წევრები. იქაც კი არ ჩანან ეს პირები. ხო და მე ბოლოს ალბათ პროკურორი გვაჩვენს ვიდეომასალას, სადაც ამ პირებზე მიგვითითებს ეს პირები არიან, მაგრამ ეს პირები იმ აქციიდან მოდიოდნენ, იქვე იდგნენ. ამაზე კითხავთ, ამ კითხვას პასუხი უნდა გასცეს პროკურატორს. გვინდოდა დაუშვათ პროკურორს მიეთითებინა, ასევე დაუშვათ რა სახის ძალადობაზე იყო საუბარი, საჩანდა ის ძალადობა რო აღნიშნული პირები ახორციელებდნენ, არ იყო ამაზე მითითება. ამიტომაც გამოიკვლიეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად აი რა შედეგი მოგვიტანა დღევანდელი ვიდეომასალის გამოკვლევა, ამაზე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ. შეიძლება რომ